ევროინტეგრაციის პროცესი ბევრი კუთხით არის საქართველოსთვის მნიშვნელოვანი, როგორც ეკონომიკური, ისევე უსაფრთხოების მხრივ, იმიტომ რომ ყველაზე ცოტა ჩვენ შეგვიძლია ავიღოთ ევროკავშირის ბოლო გაფართოება და შევადაროთ ქვეყნების მანამდელი და დღევანდელი მდგომარეობა. მათი კეთილდღეობა რადიკალურად გაიზარდა, როგორც მათი უსაფრთხოება. ჩვენ შეგვიძლია ცალსახად ვთქვათ, რომ გარდა იმისა, რომ საქართველოს თვის ეკონომიკურად ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, ასევე უსაფრთხოების მხრივაც იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. ორი მთავარი ფაქტორის გამოყოფა შემიძლია თუ რა სარგებელი შეიძლება იქონიოს საქართველოს მოქალაქეზე ევროკავშირში გავწევრიანება. პირველი ეს არის ევროკავშირის პასპორტი, რომლითაც შეიძლება უამრავ ქვეყანაში მოგზაურობა უვიზოდ, მათ შორის თუნდაც ამერიკის შეერთებულ შტატებში ეს ბევრად უფრო გაუადვილებს არათუ მხოლოდ ტურისტული მიზნებით გადაადგილებას არამედ სტუდენტებსაც ბევრად უფრო გაუადვილებს, ვისაც ამერიკის შეერთებულ შტატებში უნდათ სწავლის გაგრძელება და მეორე მთავარი ფაქტორი არის სავალუტო რეჟიმი, რომელიც ითვალისწინებს, რომ ჩვენ გვექნება გაცვლით ვალუტა და ასევე ევრო, რომელიც არის ბევრად უფრო მყარი ვალუტა, რაც გულისხმობს იმას, რომ თავის მხრივ იმ ფინანსურმა რყევებმა, რომელიც ლართან მიმართებაში ხდება ხოლმე, არ იქონიოს გავლენა რიგითი საქართველოს მოქალაქის ჯიბეზე. უკანასკნელ დღეებში ჩვენ საფრთხის წინაშე დავდექით, რომ შეიძლება ევროპულმა და ამერიკულმა სასწავლებლებმა არ აღიარონ ქართული დიპლომები, რაც ნიშნავს იმას, რომ ქართულ სტუდენტებს კიდევ უფრო გაუჭირდებათ, რომ ჭყალებში თქვათ მოეწყონ უცხოურ სასწავლებლებში. ჩვენ ვიცით, რომ ძალიან დიდი მოთხოვნაა ზოგადად ევროპული და ამერიკული სასწავლებლების მიმართ საქართველოსთან, რაც თავის მხრივ გასაგებიც არის, იმიტომ რომ შეიძლება ბევრ სტუდენტს ვერ აკმაყოფილებდეს ქართული განათლების სისტემა. ეს შექმნის ძალიან დიდ პრობლემას არა მხოლოდ ამ მხრივ, არამედ იმ მხრივაც, რომ ჩვენ ბევრი კვალიფიციური კადრი მოგვაკლდება მომავალში. და ერთადერთი გზა დარჩება იმისა, რომ მიიღო შესაბამისი განათლება, წახვიდე ქვეყნიდან და იქ დარჩე დიდხანს და ეს კიდე ცალკე დიდი პრობლემაა. ევროკავშირისგან იზოლაციამ შეიძლება საქართველოს მიიყვანოს სავალალო მდგომარეობამდე, იმიტომ რომ არათუ მხოლოდ ევროკავშირისგან იზოლაცია, აქ იგულისხმება აშშ-სგან იზოლაციაც. რეალურად ჩვენი ეკონომიკა გარდა იმისა, რომ დგას ემიგრანტების გამოგზავნილ ფულზე, ჩვენ ვართ მომხმარებელი ქვეყანა და ასევე ჩვენი ძირითადი ეკონომიკა მუშაობს ტურიზმით და ორი ფაქტორი არის მან, ერთი რომ ტურიზმი ბევრად უფრო შემცირდება, მეორე ის რომ სანქციებმა შეიძლება გამოიწვიოს ის რომ არასანდო ქვეყანა გავხდეთ და გარკვეული ბიზნესები რომლებიც შეიძლება გარკვეულწილად ფინანსდებოდნენ უცხოეთიდან დაიხურონ, რაც ჩვენ რეალურად არ გვაქვს გარანტია არც ერთი სხვა პარტნიორისგან, თუ პარტნიორებს დავარქმევთ მათ, იმისა, რომ ისინი ეკონომიკურად ჩვენ დაგვიდგებიან გვერდში, მაშინ როდესაც დასავლეთისგან ვიქნებით იზოლირებული. დასავლეთისგან იზოლირება რეალურად გამოიწვევს იმას, რომ ლარი ბევრად კიდევ უფრო გაუფასურდება და თითოეულ მოქალაქეს შეექმნება სერიოზული პრობლემა, ჩვენ შეიძლება დავბრუნდეთ კუპონების პერიოდშიც კი. ესაა მთავარი საფრთხე.